მინდა მივესალმოთ ჩემ მომწერებს ადამიანებს, რომლებიც ახლა უყურებენ ამ ვიდეო ჩართვას, ვინც მოგვიანებით იხილავს ამ ვიდეო ჩანაწერს და დღევანდელ მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო. აღნიშნული ბლოგიც, რა თქმა უნდა, დღევანდელი მოვლენების ჭრილში წავიყვანო ეს დღევანდელი ჩვენი სიტუაცია საქართველოსი როგორ მდგომარეობაშიც მოვიდა. პრინციპში გულახდილად გითხრათ, ეს არც არაფერი ახალი არ არის ამ პროცესებს ჩვენ დიდი ხანი ვარაუდობდით. ჩემი ვიდეო განხილვების დროს მე მქონდა ნათქვამი, რომ აუცილებლად მივა მოვლენები დაპირისპირებამდე და კი ეს ადგა ზუსტად კულმინაციის ხაზი, ეს ის მომენტია, როდესაც ამოიწურა ყველა რესურსი იმისთვის, რომ პოლიტიკური თამაშები გაგრძელებულიყო და ერთხელ და საბოლოოდ რადიკალური დაპირისპირების სახეს უყურებ დღეს ჩვენ ქუჩაში. პირველად და უპირველესად მე ვიტყვი, რომ ყველა ძალადობა მნიშვნელობა არ აქვს ისიც. მიყვანილი ადამიანი იქნება, მოტყუებით მიყვანილი იქნება, ნებით მიყვანილი იქნება, თუ ვინც იქნება. სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი მოქალაქის დაზიანება, მისთვის ჯანმრთელობის პრობლემების შექმნა და აი ესეთი რადიკალური ზომებით დაპირისპირება საზოგადოებასთან, ეს არის დასაგმობი, ეს არის კრიმინალი, ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, მე ამას თავისთავად გმობ, იმიტომ რომ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე და იმ რეალობიდან გამომდინარე რაც არის. და რეალობა რაში მდგომარეობს, იცი, არასოდეს ხელი არ ხვდება ისეთ ადამიანებს და არასოდეს ისეთი ადამიანები ფიზიკურად არ ზარალდებიან, რომლებიც არიან თავში ამ დესტრუქციული უბედურების. მნიშვნელობა არ აქვს ამას, რომელი მთავრობა იქნება, ყოველთვის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყოველთვის ზარალდება უბრალო ადამიანები და უბრალო ადამიანები განიცდიან ზეწოლას მე ამ უბედურებით და სწორედ მე ამის თქმა მინდა, რომ თითოეულ თქვენგანს, ვინც მიგიყვანეს მაგ, ვინც მიდით, იფიქრეთ თქვენ რომ სხვერპლს იღებთ, ვინც თქვენი სხვერპლით ისარგებლებს, ის როგორ მდგომარეობაში იქნება შემდეგ აი ამ პროცესების მერე და სად იქნებით თქვენ. იმიტომ რომ უახლესი ისტორია საქართველოსი გვაცნობს თავის რეალობას, ყოველთვის ასეთ ადამიანებს მერე რეცხავენ უნიტაზში. ეს ისე ზოგადად რა, ჩვეულებრივი ლაიტმოტივით, მაგრამ მთავარი პოლიტიკური მოვლენა ის გახლავთ ალბათ, რომ როგორც იქნა აი ამ ჩიჩილაკამ, კობახიძემ, საქართველოს პრემიერად დასმულმა ტუალეტის სარეცხმა მოწყობილობამ გამოაცხადა, რომ ჩვენო 2028 წლამდეო ვაჩერებთო ევროკავშირთანო მოლაპარაკებს და ჩიხშიაო პროცესიო შესულიო და გვაშანტაჟებენო და ხმარობენო და იცი რა არის? გამორიცხული არაფერი არ არის. პირდაპირ გეტყვით რა, ნებისმიერ ქვეყანას, ნებისმიერ პოლიტიკურ ბლოკს შეიძლება კონდეს შენ გეოპოლიტიკურ ზეგანზე ინტერესი და აკეთებდეს, ახორციელებდეს მის ხელთ არსებული ბერკეტებით, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების განხორციელების წინასამუშაოებს, მაგრამ რა არის იცით გულახდილად გეტყვი, ისე ლაპარაკობენ ეს ქოცები, ვითომ ქვეყანა იყოს აშენებული, ვითომ ინდუსტრია გუნებს ქარხანა ფაბრიკები, ვითომ ლოჯისტიკა ისეთი დალაგებულია ქვეყანაში, ვითომ რავი დაუსაქმებელი კაც ვერ ნახავ და უმუშევრობის კომპენსაციების გადახდა მიდის ქვეყანაში და აი ესეთი დონის სახელმწიფო დაყავთ ქვეყანა წარმოჩენილი. ქვეყანა, რომლის გაჭირვებული პენსიონერი ძლივს იღებს 200 ლარს და რომლის პარლამენტს უკვე 10,000 ლარს გადაცდა. და ისე ლაპარაკობენ, რომ ვითომ გარედან გვინგრევენ ამ აწყობილ ქვეყანას ჩვენსას, გვართმევენ ამ კეთილდღეობებს, რომლებიც პირდაპირ მოჭრილია ეროვნულ ინტერესზე და ვითომ აი ლამის უკვე დედა აღარ აყვავს, ჩავიძირეთ და ეს ყველაფერი არის ვიღაცის გადამფრიელის ბრალი იქედან, ევროპარლამენტიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ რა და გულახდილად ვამბობ ამას, რომ მე არავის არ ვცემ თაყვანს რა. მე პირველ რიგში გამოვდიოდი და გამოვდივარ ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან, მაგრამ ხო არსებობს შედარებითობა, რომ რამდენჯერ უნდა ამოეფარონ ეს ნაცები და ქოცები ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, რამდენჯერ უნდა აიფარონ ეს საცოდავი ხალხი და რამდენჯერ უნდა გააპრაონ
თავისი ბინძური პოლიტიკური უკანალი ქართველი ერის და ქართველი ხალხის კისერზე. აი გულახდილად გეუბნებით ეტყობა ამას ვერავინ ვერ დათვლის რა. იმიტომ რომ სულ ასე არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ესენი იქცევიან ასე და ამ ყველაფერს არ აქვს გამართლება, თორე მოდი რა, პატარა თანაფარდობა აიღეთ, კაცო, მე მარტო ხო არა ვარ ამ ევროპაში და მე მარტო ხო არ ცხოვრობ რა. არიან ადამიანები საქართველოსთან, რომლებიც ჩემზე ადრე წამოვიდნენ, არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს მერე წამოვლიან, არიან ადამიანებიც, რომლებიც ჩემამდეც იყვნენ, რომლებიც ჩემ დროსაც წამოვიდნენ და ყველა ხედავს რა იმ დიდ სხვაობას, თუ ცხოვრების დონე ავიღოთ რა, ნოვილაპარაკეთ პოლიტიკაზე რა, ცხოვრების დონე ავიღოთ კაცო. აქ საქართველოში უკვე 60 წელს გადაშორებული ადამიანი ითვლება საკუბოეთ რა. ეს არის ის რეალობა, რომელიც ამ ხელისუფლებებმა შემოგთავაზეს და 30 წელზე იქეთ თუ გადაცდი 30 წელს უკვე მოხუცად ითვლები და სამსახურისთვის აღარ ვარგი ხარ და უარგისი ხარ. ეს არის ჩვენი რეალობა. აი ესეთი დოვლათი შეხვდეს საგება და ესეთი სამოქალაქო გაგება და შრომის სამართალი გადაიცით დაცული თუ სადმე მუშაობ, მუშაკი არ ახარ, მარტო ხარ ჩვეულებრივი მონა. აი ეს არის ამათი შექმნილი პოლიტიკა, რომელიც შექმნა ჩიჩილაკამ, რომელიც შექმნა ზეგანვითარებულმა ექვთიმედ წოდებულმა ბიძინა ივანიშვილმა მეცენატმა და რომელმაც გაყიდა საქართველო მისი მდიდარი წიაღისეულით და რომელმაც შექმნა ქვეყანაში ისეთი სამართალი, სადაც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა დატოვა ოპოზიციაში და ვისაც პოტენციალი ჰქონდა მინიმუმ პოლიტიკური ოპონირება გაგვეწია მისთვის განაპოლიტიკური ტრიბუნები და ღმერთმა დამიფაროს, არასდროს ამდომია იმ პარლამენტში ყოფნა. სულ სამჯერ გამოვედი სიტყვით და მერე მიხვდა, რომ ეს საშიში ვიღაცა დედას გვიტყნავს აქო და ჯობიაო საერთოდ აღარ შემოუშვათ იქო და აღარ მიშვებდნენ. მერე რომ სამოქალაქო ტრიბუნა დამეკავებია და ქოცები და ნაცები მელანძღა იმ ფიქციისთვის, რასაც ჩადიოდნენ. აი ამათმა დატოვა ესენი ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში ვინც დარჩა დატოვა ოპოზიციაში შემოინახა ესენი რა. და ეხლა როგორ გგონია თქვენ ვინც ნამყოფები ხართ, ვინც გადები ხართ ელემენტარული ცხოვრების დონეს ევროპულ სახელმწიფოებში. გადახედეთ მოხუცებს, როგორ ცხოვრობენ, სად იცეკვონ, სად გაერთონ, როგორ გაატარონ მათი დრო, რა იქნება მათთვის საინტერესო. ასე ადამიანი ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რომ როდესაც ის ასაკში შევა, შემდეგ სახელმწიფო როგორ დაუბრუნებს ამ ყველაფერს. რას ლაპარაკობთ? ხალხო, საქართველოში სოფლებია დაცლილი. საქართველოში ბავშვი სკოლაში აღარ დადის, უკვე სოფლებში და მამალი აღარ ყიდის და აღარ ყიდის იმ ეზოებში ბავშვები დაყოლებულია ყველაფერი. ხმა არის მისო, წუხვარ თუ ბატონებო, ჩემი ხმა არის მის, მოდით ერთს კიდე მოხსნი და შევეცდები რომ დავამაგრო ისე რომ და დამიდასტურეთ ჩემი ხმა ახლა ისმის თუ არ ისმის. თუმცა მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ყველაფერი. აი რა არის, იცი? კიდე ვაგრძელებ რა ამ გამოსვლას ჩვეულებრივ. იმედია გასწორდა პრობლემა. საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში, შემოკარგებო, გაჩნდა ფეოდალური კლასი. ჩვენ საუკუნეში, სადაც რაკეტით დადიან, ეგერე? სხვა პლანეტებზე მთვარებზე ჯდებიან, აგერ მარსზე გაუშვეს ის არა ქვია, თანამგზავრი და ასე შემდეგ. საქართველოში გაჩნდა ფეოდალური კლასი, ძალიან მძიმე კლასი. და ამ კლასს ქვია ბიძინა ივანიშვილის ფეოდალიზმი. ეს არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა, ეს არის ძალზე კრიმინალური შემთხვევა. მე ვფიქრობ, რომ ამას ეს როგორ გადაიყოლებს ქართველ ერს, ეს ჩაგვძირავს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ შეხედეთ თუ არ ჯერათ ჩემი. თქვენ თუ რაღაცა აი ოპონენტები ვინც ახარ და ვინც რაღაცას დამაბრალებს იქედან და აუ შენ რას ლაპარაკობ, ეს ასე არ არის. ძალიან მარტივ რაღაცას გთავაზობთ იმისთვის, რომ შეხედოთ რეალობას. რაში მდგომარეობს ეს რეალობა რა? დააკვირდით ამათ შვილებს, ფეოდალების შვილებს. დააკვირდით ბერა ივანიშვილს, დააკვირდით იმ გვანცა ივანიშვილს, დააკვირდით იმ ცოტნე ივანიშვილს, დააკვირდით ის მესამე რო ყავს კიდე რაღაცა. დააკვირდით გომელაურიშვილს, დააკვირდით იზორიაშვილს, დააკვირდით იზორიასწორს, დააკვირდით ამათ. ყველა ზის სახელმწიფო ბიუჯეტზე, ყველას აქვს იმის სურვილი, რომ თუ რაღაცა ვიღაცისგან ეწყინა დააზვანოკას და ყოს და უთხრას მამამისის დაცვის სამსახურის ოქროს წადი და მოსპე, წადი და გალახე, შენ ჩემი ცოლი ხარ, значит შენ ავტო კომპანიაში იმუშავებ, მაგათ თანამდებობას დაცვის სამსახურის უფროსად. ესაა ფეოდალიზმი, მეტი კი არაფერი არ არის. და ამათ სურთ მერე,
აი სესიაშვილის დააკვირდით, აგერ უშიშროებაში იმხელა თანამდებობაზე დასვა. დააკვირდით რა ხდება? თვითონ მიდიან შვილები მოდიან. მერე შვილები წავლენ და იმათი შვილები მოვლენ და მამიდან შვილს, შვილიდან შვილიშვილს და ასე გაგრძელდება ყველაფერი. ეს არის ფეოდალიზმი. აი ეს არის უბედურება თუ არა, ცუდი და კარგი ყველგან ხდება. მაგრამ შედარებითობა ხო არსებობს რა. არ გვინდა ევროპული კულტურა და ევროპული წესრიგი? შეიძლება აქ ბევრი რაღაც არ არის სწორი და კარგი. მე მაგალითად ბევრი რაღაცა არ მომწონს, მაგრამ განა ეს რაც არის აქ და რაც ახლა ქართულ ოცნებას არ მოსწონს. ქართული ოცნება იძლევა ამაზე უკეთეს რამეს? აი ერთი მაგალითი მითხარით. რას იძლევა, რის მაგალითს იძლევა? ბერამ რო გალაყოს მისი თანატოლები მამამისის დაცვის სამსახურის უფროსის მეშვეობით? თუ იზორიას ცოლი რო დასაქმდეს იქ ავტობ კომპანიაში, თუ გომელაურიშვილი რო წარმოვიდეს გერმანიაში, საელჩოში იზორიასთან რო დაჯდეს, გადმობარგებული იზორიასთან და ჩვენ უნდა ახეთ საშინელებები როგორ ექცევიან ქართველ ემიგრანტებს გერმანიაში, ნამის მთელი გერმანია დადგა ფეხზე, იმიტომ რომ შრომის სამართალ კოდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმები ირღვეოდა ხალხო და ეს რატო იცი? ელჩი ყავს ისეთი და იზორიაშვილი ყავს ისეთი, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ ერთ ადგილზე კიდიათ. თავარია სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლონ. და ეს რაღაცა ფეოდალიზმი. მეტი კი არაფერი არ არის. მე რა ვიღაცა რაღაცა კიტრის ფაბრიკაში იქ მუშაობს და მისი უფლება დაიღო. სულ არ კიდია იზორიას იმას რა ქვია, შვილს და გომელაურის შვილს და თავად იზორიას. თავარია ამათთან ხო ყველაფერი შედის ისე როგორც შედის. ამათთან ხო ყველაფერი მოწესრიგებულია ისე ფინანსურ საკითხში. ამათი ცოლები ხო ვაჭრობენ ევროპაში. თუ დაიხურება მისი დედაცვათილი. თავარია ხელისუფლება არ უნდა დაკარგონ. ძალაუფლება არ უნდა დაკარგონ, წყარო არ უნდა დაკარგონ იმ სიმდიდრის. თუ დაიკარგა, ეს დაიკარგება ყველაფერი. ახლა როგორ გონიათ თქვენ? ესენი მიცემენ ნაციონალურ მოძრაობას იმის უფლებას, რომ ამათი ცოლების, ამათი შვილების, ამათი საყვარლების კეთილდღეობა ჩაანაცვლოს ჭიჭეია ვასაძის ცოლების, საყვარლების, მეგობრების, ანი კამელიას საყვარლების, მეგობრების და ძმაკაცების და შვილების კეთილდღეობამ არ მისცემენ. ეს არის ბრძოლა სოციალური სტატუსისთვის, ეს არ არის ბრძოლა ქვეყნისთვის. რაზე უნდა ვილაპარაკო ახლა ვიღაცას რაღაცას თავში ურტყამენი? ურტყამენ ასე არ ურტყამენ 30 წელიწადია ეგენი ერთმანეთს. რტყმევა რა არის, კაცო, პატარა ხანში მოკლავენ ეგენი ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ რა, ქართველებს რა, ქართულ ხალხს სადაა გამოსავალი, აგერ ბატონი წერს. სადაა ჩემო კარგო გამოსავალი და მე გეტყვი სადაა გამოსავალი? ის რომ მაგ შეკითხვას დასვამ შენი სახელით და არა რაღაცა შავთეთრ სურათს ამოფარებული ფოტოთი, ის რომ საზოგადოდ დაიწყებ აზროვნებას იმაზე, რომ არ არის რა, ეს ვიღაცის საქმე კი არ არის, ეს არის თითოეული ჩვენგანის საქმე. და უნდა გამოვიდეთ ამისთვის, რომ ამ ყველაფერს სათავეში არ ჩაუდგეს გვარამია, ხაზარაძე, ანადოლიძე გარყვნილი და ასე შემდეგ. და ამათმა რა იყო ხელში ინიციატივა. აი სად არის გამოსავალი, მაგრამ არა, ბევრს ამის გაკეთება და გაგება არ უნდა. ბევრს რა უნდა, იცი? ბევრს უნდა, რომ აი თუ მე რაცო მოიცა ასე ყოფილა. აი მოიცა, მოვა ის ხაზარაძე ვნახავ იმის დირკას, გავლოკავი იქ, მე კარგად ვიქნები, სხვისი დედაც არ მოვთხრან. აი აქ არის უბედურება. აი აქ არ არის გამოსავალი. გამოსავალი რაშია, იცი? მე მინახია გამოსავალი რაშია და როგორ არის ეს ევროპულ სამყაროში მოწყობილი. გეტყვით როგორ არის მოწყობილი. მე მომწრე ყოფილვარ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსულ აქციებზე დაგურებოდი საზოგადოებას. საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. წარმოდგენა არ აქვთ. ვინ არის ეს ის ვინ არის, რა პროფესიისაა, ხვალდაზე რას გააკეთებს, რა სექსუალური ორიენტაციისაა, ვინ უყობს, სად უყობს, როგორ უყობს. არ იცნობენ საერთოდ. მოდიან, დგებიან და არ აძლევენ არავის იმის უფლებას იყოს პრეზიდენტი იმ აქციის. აი რაშია გამოსავალი. ამ ჯგუფიდან იკრიბება თავარი კრებსი და ერთ-ერთი ადამიანი ამ ყველაფერს აცხადებს, ვისთვის არის ის საზოგადოება იქ მისული. მე ესეთი რაღაც არ მინახია საქართველოს. საქართველოს წარმოუდგენელია საზოგადოებრივი მასა შეიკრიბოს, იქ ვიღაცა პოლიტიკოსი კიდე სხვა არის. პოლიტიკანი ის ვინც სარგებელს იღებს ამ უბედურებიდან, არ გამოწყნაურდეს, არ ახტეს და ტრიბუნად არ გამოიყენოს
მის სასარგებლო ტრიბუნად რომ ვიღაცამ მერე თქვას რომ აი გვარამიამ ეს განცხადება გააკეთა, მელიამ ეს განცხადება გააკეთა, ეს არაფერი არ არის. რაც დღეს ხდება, ეს არ არის საქართველოსთვის ომი, ეს არის ურთიერთკლანური დაპირისპირებები. მე გირჩევთ თქვენ ამ ყველაფერს დაემიჯნოთ. მე გირჩევთ ამ ყველაფერს გაემიჯნოთ, იმიტომ რომ ზუსტად ის გვარამიები, ზუსტად ის ნიკამელიები და ხაზარაძეები ხვალ მოვლიან გააკეთებენ კოლაბორაციას თუნდაც ევროპულ სამყაროსთან და ნახევარფულს ისედაც დარჩენის და ჩვენ სიმდიდრეს რა თქმა უნდა თავისი ჯიბის გავლით ისე რომ ცხიმი მაგათ დარჩეთ გამოიტანენ იქ სადაც არს და სადაც აქამდე გამოქონდათ ხალხისთვის არ იქნება არაფერი ხაზარაძე რომელმაც გაძარცვა დედა უტირა რა ვიცი რა რუქნა ქართველებს გულახდილად გეუბნებით ამას დღეს დამდგარა იქ ეს ნაძირალა და პატრიოტული სახელებით ლაპარაკობს და ემაშვება კაცს რომელსაც ბურჯომი ჰქონდა მისაკუთრებული რომ ძალიან მარტივი მაგალითს გეტყვით თუ ჩვენ პატარა ქვეყანაში კეთილდღეობა გვინდა რატო არ უნდა იყოს იმ ბურჯომიდან შემოსავალი თითოეულ ოჯახში თითოეული პენსიონერის ფონდში რატო არ უნდა აძლიერებდეს სახელმწიფო სიმდიდრე მისი მოქალაქის კეთილდღეობას ძალიან ბევრი ეკონომიკური მოდელი შეიძლება იქნას განხილული ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ჩვენი ღირსეული სიბერის რა არის კონცეფტს ვეკითხები ბიჭო რა არის ღირსება თქვენ იცით რა საერთოდ რას ნიშნავს ღირსება რა ღირსება შენ რო 10000 ლარს იპარავ ბიუჯეტიდან და ჩვეულებრივი ადამიანისთვის პენსიონერად 200 ის რო გენანება ეს არის რევოლუციას რო იძახიან ეს ყლები ვინ მოდის მერე აი ეს არის რევოლუციას მე ასეთი ფორმით ჩემო მეგობარო რევოლუციის მომხრე არ აქვს ზოგადად ისე მე რევოლუციის მომხრე თავიდან ვარ მაგრამ თუ ამ რევოლუციას გააკეთებს უბრალო ადამიანები კი მაგრამ თუ ნაციონალური მოძრაობა შეეცდება ამას ამის ჩანასახშივე მომხრეც არ ვარ ისინი ვერ გააკეთებენ რევოლუციას ძალიან მარტივად გეტყვით მანამდე ყველას გთხოვთ რომ მოიწონოთ და გამოიწეროთ რამდენი მოიწონებთ და დააკლიკებთ ამ ვიდეოს ხელს იმდენი იმდეს ექნება შესაძლებლობა გავრცელდეს და ნახოს ეს ყველაფერი და კარგი იქნება ეს ყველაფერი. ესენი ვერ გააკეთებენ რევოლუციას. ეს წარმოუდგენელია. ბოდიშით ყველა εμას ვერ ვკითხულობ რა. კომენტარს, მაგრამ ამას უპასუხებ ამ შეკითხვას. გმადლობთ ყურადღებისთვის, ვინც უყურებს ამ ბლოგს კიდევ ერთხელ. რა არის ცით? ესენი რატო ვერ გააკეთებენ ამ რევოლუციას გეტყვით. ბიძინა ივანიშვილს ძალიან ძლიერად დაყავს პოლიციური სისტემა მოწყობილი. ისეთი ძლიერად არა, ქვეყნის ინტერესი გადაწყვეტოს და სახელმწიფო ინტერესი და ერის ინტერესი. მაგრამ ნაცმოძრაობა რო გალახოს. კოცების მოღალატეები რო დასაჯოს, ვინც აყავს იქ შიგნით. რომ მართოს პროცესები ვიღაცას დუბინკით აუწითლოს თეძუები, საჯდომი და ასე შემდეგ. ამის საშუალება ბიძინა ივანიშვილს აქვს. დამიჯერეთ რა და გაგახსენებთ ერთ ძალიან კარგ ფაქტს ჩვენი გენიალური პოემიდან გასწავლოს მინდა. უხსა მორჩილებს ყოველი იდიცა ვინორგული. ანუ რისი თქმა მინდა, იცი ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს, ჩვეულებრივ ყიდულობს ნაციონალური მოძრაობის მთავარ აქტივს, ნაყიდი ყავს უკვე. ხო და ეხლა რისი უნდა ეშინოდეს, სადაც უნდა, როგორც უნდა, აი როგორია, იცი? მართვადი ბომბის პრინციპი, რა არის, ნაღმის პრინციპი რა არის, იცი? პირადი შემადგენლობა მოწინააღმდეგის, როდესაც მოდის, დაკეთებს გადაადგილებას რა დანაღმულებზე. არის მექანიკური მოქმედების ნაღმები, რომელსაც შეადგან ფეხს და იწყებს მოქმედებას, გინდა ეს იყოს ტანკი ფეთქდება. მაგრამ არის ისეთი მოქმედების ნაღმები, რომელიც დისტანციურად ფეთქდება და მას ყავს ოპერატორი, ის აჭერს კნოპკას ხელს და მოქმედებაში მოყავს ეს ამფეთქის საშუალება. მე როგორც სამხედრო ამას გეუბნებით უბრალოდ ტაქტიკურად რა. ნაციონალური მოძრაობა და ეს პროპოზიცია ზის ბიძინა ივანიშვილის აი ესეთ ნაღმზე რა, ტაქტიკურ ნაღმზე ამას გეუბნებით გულახდილად ნებისმიერ დროს ბიძინა ივანიშვილს როცა მოუნდება ეგრევე დააჭერს ხელს და ეგრე აფეთქდება რა. აი ამის თქმა მინდა რა. ესენი დალაპარაკებულები არიან პარლამენტში ეს ჩახსნასიების რაღაც ეს რა არის იცით? აქამდე ფულიც ჰქონდათ აღებული ამათ ყველას პარლამენტში რომ შევიდოდნენ. უბრალოდ ზოგს არ ყოფნიდა ეს თანხა და იმაში ეხლა მომენტები შეიცვალა. და მომენტები როგორ მიდის იცი? ეხლა ესენი ეპრანჭებიან აქ ევროპარლამენტში ხალხს რომ
დედა რა ხალხი ვერ შევდივართ იმაში პარლამენტში რომ თუ არა გავატარებდით იმ პოლიტიკას რაღაც ევროპა გვეუბნება ჩვენ აი უბრალოდ საშუალება არ აქვს ბიზინა ივანიშვილი გვიშლის ხელს ამ დროს ამას ვინ ამბობს ბიზინა ივანიშვილთან ნამყოფი ხიდაშელი ბიზინა ივანიშვილთან ნამყოფი ანადოლიძე ბიზინა ივანიშვილის მთავრობაში ყოფილი დავით უსუფაშვილი და ბიზინა ივანიშვილის ფინანსური პარტნიორი ხაზარაძე ხალხო რა ხდება ის დედავატირე ბრმები ვართ არავინ არ იტყვის არ გამოვა დედა ჩემი ბოზია ბიზინა ივანიშვილი არ იტყვის რა ბიზნესი აკეთა ამ ხალხს არ იტყვის იმიტომ რომ ძალიან მარტივი ფორმა ის ხელისუფლებაში ზის მას არ ჭირდება საკუთარი თავის კომპრომეტირება არც ისინი არ ამბობენ ამას იმიტომ რომ რა უნდა გასცენ საზოგადოებას რა უნდა უპასუხონ რა გუშინ კაი იყო ბიზინა ივანიშვილი და დღეს ცუდია ბიზინა ივანიშვილი თუ რა ვქნათ ეხლა ისე დავიქეცით ჩვენ 3 მილიონი კი ვართ ქვეყანაში დარჩენილი 3 მილიონი კაცი არ მოიძებნება ესეთი ადამიანი რომელმაც შეიძლება შეცვალოს ბიზინა ივანიშვილი და მისი გუნდი თქვენ მართლა ასე გონიათ მართლა ამის გჯერათ რომ არ მოიძებნება ქვეყანაში ისეთი ადამიანები რომლებმაც უსუფაშვილი შეიძლება შეცვალოს ან იდიოტი ბერძენიშვილი ან ბოზიანადოლიძე ან ჩათლახი ხიდაშელი ან უთახსირესი ეკაბოსელია მართლა ასე გონიათ თქვენ ეს რა თქმა უნდა არსებობს აბა რა ხდება ის ხდება რომ არავინ ამდენ პატიოსან ადამიანს ქვეყნის სათავესთან არ მიუშვებს თორემ მე ხო ყველაფერი შეიძლება მართლა შემოbrunდეს იმისკენ რასაც ქვია ეროვნული ინტერესი და ხალხის ინტერესი რა თქმა ბიჭო მაგის დედავატირე საქართველოა ამ ქვეყანაში გასვენებაში თავი კაცი რო დადგება ხო დაწყებული სუფრის გაშლიდან დამთავრებული სუფრის ალაგებამდე საჭმლის გაკეთებამდე მოტანამდე მიტანამდე იმამდე ყველაფერს აგვარებს და მას არა აქვს ინსტიტუტი შეიძლება დამთავრებული რა პროცესები სხვა იქ არაფერი არ არის მეტი საჭირო პრეზიდენტი გავხდები და ამისთვის სკოლა უნდა დავამთავრებ იმის რომ პრეზიდენტი გავხდე აი ეხლა რა შეეხება ივანიშვილმა რომ კიდევ ერთი იდიოტი დანიშნა პრეზიდენტად ეს ყველაშვილი მე ამაზე კი არა მაქვს ლაპარაკი ამას კი არ ვამართლებ უბრალოდ ივანიშვილის ერთადერთი საკრალური თვისება არის ის ნდობა და აქამდე როგორ იყო იცი ივანიშვილი თავის ფულს რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა უფრთხოდა და დანიშნა ამერიკის დავალებით მარგველაშვილი მერე ევროპის დავალებით ზურაბიშვილი ერთსაც ეჭხუბა მერე მეორესაც ეჭხუბა და ეხლა დანიშნა კაცი რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა და არავისი არ არის მისი ჯიბია პირადად აი ორჯერ თქვენი გავითვალისწინდა ახლა თქვენი დედაც მოვტყან ახლა ჩემი უნდა გავითვალისწინო ჩემი ფულია ამ ყველაფერში დახარჯული უნდა სულ მკიდია თქვენი იზოლაცია არა აქვს პრობლემა ასე გონია ასე ამბობს რომ მათთვის არ არის პრობლემა დამიჯერეთ რა კალაძის ცოლი როგორ წავა ევროპაში კუჭი აეშლება როგორ წავა იზორიას ცოლი იმაში ევროპაში დედა მოეწყდება როგორ წავა და როგორ იშოპინგებს ამათი გომელაურის ჩათლახის შვილი ევროპაში შეიძლება ცუდად გახდეს აი როგორი მომენტებია რა ამათ მოხდათ კრიტიკულ მომენტში ერთადერთი ძალა მართლა რასაც მივესალმები და აქედანაც წერილებსაც დავწერ კაცო შესაბამისი მიმართულებით როგორც პოლიტიკური დევნილი და როგორც ორგანიზაციის მქონე თავმჯდომარე პირი რომელსაც ბეჭედი გამაჩნია იურიდიული ზარი და მიმართო თუ რამეს აკეთებენ გააკეთონ დროულად და გასაკეთებელი რა არის იცი ნაზი თამაშები კი არ არის აი ძალიან გთხოვთ რომ იმას ქნათ რა ქვია დასანქციროთ საქართველოს ხელისუფლება აქამდე რატო არ არის საქართველოს ხელისუფლება დასანქცირებული აი ამიტომ გაუჩნდა ქართულ ოცნებას იმის ეგრეთ წოდებული ილუზია და იმის ბერკეტი რომ იძახოს რომ აი ესა ჩვენ გვაშანტაჟებთ აი ერთხელ ეტყვი არ გააკეთებ ორჯერ ეტყვი არ გააკეთებ სამჯერ ეტყვი არ გააკეთებ მე იტყვის რომ გაშანტაჟებს ჩადგა ეხლა და იძახის რომ გაშანტაჟ თუ რამის ტრაკი გაგდა და კიდე დაასანქცირეთ ეს დედამოთხოვნები თუ არა და ვიზია 4 წელიწადი თქვენ ინტერესს და თქვენ რგოლს და თქვენ პოლიტიკას კი არა შვილი დედას რომ მოშორდება მე ზოგ შვილს დედა აღარ უნდა და ზოგ დედას შვილი აღარ უნდა 2008 წლამდე ფერმე დაგიხურათ კარები რატო გააკეთა ეს ყველაფერი დაგიკეთათ იმიტომ მე ეგენი კიდევ ერთხელ ვამბობ ბიჭო არ მეწოდებიან ესენი დედა მოთხნიათ ამას მაგრამ არც ხაზარაძე არც ივანიშვილი არც გომელაური არც კალაძე ესენი არ ჩაიყოფენ
ჯიბეში ხელს და არ უთქვენ, უი ფული არა გვაქვს, შვილო, რა გვეშველება, ეხლა ჩვენ ვერ ვიზამ ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ნუ რა პრობლემაში ვინ არის, იცი? ქართველი ერია პრობლემაში. მათხოვრად ქცეული ქართველი ერი, რომლის 2.800.000 კაცი გაყრილი არის ემიგრაციაში და პატრონი არ აღავს. რომ ვიტალურად შვილებს უკმა მიაწოდონ, კაცო. აი ეს არის უბედურება და პრობლემა ვის შეექმნება, იცი, ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტი? არა იმ ადამიანებს, გახარიებს და იმ ნაძირლებს, რომლებიც ჯერ პრემიერები იყვნენ მათხოვარი ქვეყნის და 200-ლარიანი პენსიონერების და რომლებმაც ევროპაში, აგერ საფრანგეთში მილიონიანი სახლი იყიდა გახარიაშვილი. გესმით თქვენ? და პანსიონში ასწავლის, აგერ. პრობლემა ამდენის და ამდენის შვილებს კი არ შეექმნება. პრობლემა შეექმნება ვის შვილებს, იცი? ვისი დედებიც აქ წამოსულები არიან? მონურ, შრომაში იმყოფებიან. თქვენ კიდე არ იცით? რა წოლებაშია ხალხი? აქ რა კონკრეტულად ევროპაში, თუნდაც იტალია აიღეთ რა, ყველაზე დიდი ემიგრაცია საქართველოში იტალიაშია ევროპაში. რა მდგომარეობაში იმყოფებიან? იმ საქმეს, რასაც ქართველი აკეთებს იტალიაში, არასოდეს იტალიელი იმ ფასში არ გააკეთებს. ეს არის ჩვეულებრივი მონობა. მაგრამ როგორი მონობა? ესაა თვითნებური მონობა. ვიღაცას უხარია ევროპიდან ვიზების გათიშვის წინააღმდეგო იტალია მიცა ხვალ და კი მე ძალიან მიყვარს იტალია, ძალიან მიყვარს იტალიელები, ბევრი მეგობრები მყავს მათ შორის, მაგრამ იმ იტალიას აწუხებს მისი ამბავი. ის რომ ტრაკის მბანელად იტალიელს იმ ფაში ვერ დაასაქმებს. მის მიმართ სხვა სოციალური პაკეტი ტრიალებს და არა იტალიელის მიმართ აბსოლუტურად სხვა მიდგომები აქვს. იქ არის მარტო დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ვალდებულება და რა ის სოციალური სამინისტრო, რომელიც ვალდებულია თუ ხელფასქვევით შემოსავალი იქნა არეგულიროს მისი მოქალაქის კეთილდღეობის საკითხები. ჩვენ ამას ასე ამ დონეზე არავინ არ გვეუბნება. ჩვენ რაღაცა უაზროდ გვიხარია და უაზროდ გვწყინს. აი ესა, თორე ის კი არ არის, მე იმას კი არ ვამბობ, რომ იტალიელები ცუდია და იტალიელებმა და გადაარჩინა საქართველოს ხალხო. ერთი ვიტალური შიმშილისგან გადაარჩინა ამდენმა ემიგრანტმა ქვეყანა, მაგრამ ამავდროულად ამდენმა ემიგრაციამ გააღატაკა სენტიმენტებიდან, დედაშვილური გრძნობებიდან დაცალა საქართველო. საქართველო ასე ღარიბი როგორც დღეს არის, არასოდეს არ ყოფილა მორალურად. და გამოდის ეს აბიჭვარი ეს ჭიჭილაკა ლექტორი ყოფილა თურმე. და რაღაცის გაჩერებაზე ისე ლაპარაკობს, რომ ვითომ უკეთეს თავაზობდეს ქართულ ხალხს რა. საქართველოს თქვენი ფული არ ჭირდება, საქართველოს ყველაფერს თვითონ გადაიღებს. რას გადაიღებს? ჯერ თუ რამე სადმე არ მიდიხარ რა და თუ არ გინდა ეს ევროკავშირი და თუ შენთვის მიუღებელია ეს ყველაფერი. რა ნაკისი რო ვალდებულებების შესრულებაზე ლაპარაკობ. თუ ვიღაცა განშანტაჟებს, თუ ვინმე იმას გეუბნება უკანაში უნდა გიხმარო, თუ იმას გეუბნება წადი თუ არა დაგაქცევ, რევოლუციას გაგიკეთებ. მაშინ მიზე აღარ არის სისხლის სამართლის საქმე, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და დაარქვი ამ ყველაფერს თავის სახელი, მაგრამ ამის ტრაკი თქვენ არა გაქვთ ეს გააკეთოთ. როც იყოს ესეთი შემთხვევა. ამიტომ ჩვენ ყველაფერს შევასრულებთ, მაგრამ ღირსებით ევროპაში. რა ის ღირსებით, ბიჭო, პენსიონერი შიმშილით გიკვდება, გაეროს მონაცემებით 800 ბავშვი გიკვდება ქვეყანაში მშიერი. და მარტო კობახიძის, მარტო იზორიას, მარტო იმის შვილებია, მაძღარი, კალაძის დანარჩენი, ვინ? სად არის ბედნიერი ქართველი, გინახია, კალაძის ღმერთად შვილები ბედნიერად უმყოფოს კაცო, მაგრამ იმ კულულებზე რო ეფერება, ეგ და მის შვილებს ეხუტება, ეგნება სხვა მამაზაც უნდა მის შვილს ჩაეხუტოს რა. აქ საქართველოში მამას ამის ფუფუნება არა აქვს. რატო არა აქვს? იმიტომ არა აქვს, რომ ამათმა შექმნეს ეს პოლიტიკური გარემო. ეს არის რეალობა. ამიტომ მე ვერავის ვერ დაუწყებ აქედან ჭკუის სწავლებას, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ომი. ომი საქართველოს, ბრძოლა საქართველოს გადასახჩენად არის ეს ყველაფერი. ეს ალბათ მოიტანს პატარა ხანში იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება იზოლირებული
ამ სამყაროდან. მე არ ვიცი უკეთეს რა შესთავაზებენ, ალბათ ვაშლის გატანას კრასნოდარში. არავა რადიკალური თუ იქედან ჩვენ ქართველებს გვექნება ამაზე მეტი ფინანსური ხელშეწყობა. რა უნდა გქონდეს რუსეთი ომშია. რუსეთი ურთულეს ეკონომიკურ იმას გადის. კი, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი გეოპოლიტიკური ქვეყანაა, მას შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთება, მისგან და მასთან სწორი ურთიერთობით ალბათ შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცის მიღწევა. მე ამას არ უარყოფ, სწორი ურთიერთობით. მაგრამ როცა შენ ღირსება არ გაგაჩნია, როცა შენ თავმოყვარეობა არ არის, როცა შენი ერის და ხალხის კურდი ხარ, შენ რუსეთთან პოლიტიკას დაალაგებ კი არა და ამ პატარა ჩაჯმულისთვის ვერ მოგივლია რა, რასაც 3 მილიონ რაღაცამდენი ადამიანი ქვია, რომელიც არის ყველაზე დიდი მეგაქალაქების ერთი უბნის მოსახლეობა. ეხლა მიწევს ვიღაცა ალტინფოზე რას ვფიქრობ, ამაზე ძმაო მე ნაფიქრი მაქვს, ესენი არიან ხელისუფლების ბოზები, მაგათმა გააკეთეს კონსერვატიული იდეისთვის ყველაფერი ცუდი რაც შეეძლოთ გაეკეთებიათ, დღეს იმყოფებიან პასიურ რეჟიმში, მერე გადმორთავს ბიძინა ივანიშვილის უშიშროების სამსახური აქტიურ რეჟიმში, მე ლაპარაკი მაქვს ეგრეთ წოდებულ გლავარებზე იქ. თუ არა, დანარჩენი ეხლა მე თუ კონსერვატორი ვარ, ღირსება გამაჩნია და ჩემი მორალი მაქვს, მე 100 წელი არ წავალ და ვიღაცა ნაბოზვარს და ტრაქში მოწყნაურეს არ დაუჯდები პირდაპირ ეთერში. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს რო ჭირდება და მაშინ უჯდებიან და უყურებთ მერე მახარაძეებს და ამ იაგო ხუჩიებს ერთნავში. ერთი ლოდკა ეს რუსული ენით რო თქვა რა, ერთი მხარეს მიცურავს მართლა ბიძინა ივანიშვილის ტრაქში. ეს არის რეალობა, ამას ვფიქრობ ალტინფოს. კი არ ვფიქრობ და ვიცი. და ამას რასაც ვიცი გეუბნებით, რა კიდე ბევრი არიან მაგ. ჩამონათვალს ეხლა არ დავყვები და მაგის კუდი ზოგი საპატრიარქოში დევს და ზოგი ეგრე. ეგრეთ წოდებულ პრესაში და ეგრეთ წოდებულ ტელევიზიაში. აი ეს არის რეალობა. ახლა რაც გინდათ, შემოგარგება როგორც გინდათ ეს ყველაფერი თქვენ ისე გადაახურდავეთ, მაგრამ რაც შეეხება ამ კონკრეტულ აქციებს კიდე რა, გალახეს ჟურნალისტი გურამ როგავა გალახეს. იძახიან და აჩვენებენ ხო დაწითლებულია თავი. ეს გურამ როგავა მე როგორც კომპეტენტურმა პირმა, რომელიც ნამდვილად არ მოვდივარ რაღაცა ბაღიდან რა და ძალოვან უწყებებთან მქონდა შეხება, მქონდა ორგანიზაცია, რომელიც ამ ძალოვან უწყებებს უკეთებდა სამოქალაქო კონტროლს. გურამ როგავა იყო საგარეო დაზვერვის კონსპირატი აგენტი ქოცელის და მუშაობდა ეგრეთ წოდებულ სამთავრობო ტელევიზიაზე. ანუ საზოგადო მაუწყებელზე პირველ არხზე მარტივად რო ვთქვა. გურამ როგავას უკვეთავდა სახელმწიფო უშიშროება, ინტერვიუ გაეკეთებია ადამიანებთან და მერე მათთან მოეხდინა მათი კომპრომეტირება. მერე აი გურამ როგავას შექმნილი მასალით. დღეს უყურებ გურამ როგავა გადავიდა კეზერაშვილის ტელევიზიაზე და იქიდან გურამ როგავა ცემეს. მერე აქციაზე გმირი გახდა გურამ როგავა. ეს ძალიან გავს ჯორჯ ორუელის 1984-ში აყვანილ სიუჟეტს, სადაც გმირის შექმნის პროცესია ასახული. ახლა თუ არ წაგიკითხია ეს ნაწარმოები ძალიან რთულია, აქედან აგიხსნათ, მაგრამ აი ესეთი მომენტია რა. და საბოლოო ჯამში რა იქნება, იცი? ეს არის ზუსტად იმპულსური ნაღმი. მე ეს გურამ როგავა პატარა ხანში რა სიტყვის, იცი? კი მართალია, მე მცემეს მე ოპოზიციონერი ვარ, მე ხოცების შესვლა მინდა, მაგრამ იქეთ რო ვიდექიო, იქეთ ისეთი რაღაცა ხდებოდაო, რომ რაღა ესენი და რაღა ისენიო და გამომდინარე მე ჩემი პატრიოტული ამბებიდანო მე იძულებული ვარ ეს თქვა როგორც ჟურნალისტმა და ისეთ მადესკრედიტირებენ რაღაცა სიტყვის იმგენის მიმართულებით დღეს ტრაქში უძვრება პირდაპირ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება პროკურატურიდან ამაზე. აი ესეთი რაღაცეები ხდება და მანამდე ნდობისთვის გურამ როგავა სახეში ხეს შემოიტყავს და ტრაქში იტყნაურებს ოდაჭირდეს. აი ესეთი მომენტები ხდება. ახლა რა არის, იცი? ძალიან რთულია ამ ყველაფერზე უბრალო ადამიანს დაელაპარაკო, ვინც არის ის რა სპეციფიკა რას წარმოადგენს რა. კიდევ დანძრეული გვაქვს რაღაცას, გეთანხმები ძმაო ძალიან მძიმე სიტუაციაა და ნუ რას იზამ რა აქამდე ეს არ არის ეს ვინმეს კონკრეტულად ბრალი რა, ეს არის მთლიანად ჩვენი ერის ინდიფერენტულობის შედეგი, რომელმაც მოიტანა ესეთი
მდგომარეობა. ძალიან მძიმე, ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანები აღმოჩნდით. მასაზე ვლაპარაკობ მე. აი, ჩემი ორღობის იქეთ მე იმის მეტი აღარაფერი აღამჭირდება და აღარ მაინტერესებს რა. აი, ამან მოიტანა შემოკარგებულ ეს ყველაფერი. წუხვა რო ესეა, მაგრამ ნუ რა ვქნა რა, ხა ესეა და ესეა ფაქტია და ფაქტია. ვერაფერს ვერ ვიზამთ სრულიად. უკაცრავად თქვენთან კომენტარებს ყველას ვერ ვკითხულობ ამ კომენტარებს და ბოდიშს ვიხდი რა. ბოდიშს ვიხდი რომ ყველა კომენტარს ვერ გავცემ პასუხს. ფული აქ აღებულია წერე. რა თქმა უნდა, მე პირადად ვიცი ვინ მიიტანა და ეს ფული იქ და ვინ ვისგან აიღეს ეს. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება კითხვას ვამენ სააკაშვილთან მიმართებაში, რატო ითხოვს ევროპარლამენტიო სააკაშვილის გამოსვლას. და ეს ჰუმანიტარული მოტივით ითხოვენ ამ ყველაფერს, ყველას ვთხოვ, რომ მოიწონოს გადააზიაროს ეს გლობი. აგიხსნით რა, ევროპული სამართლის მიხედვით უბრალოდ არ შეიძლება პატიმარი მოკვდეს ციხეში. იქამდე ვინც არ უნდა იყოს, ხო? ამერიკაში დენის კამზე და ინექციით უშვებენ იმიერში არის შტატები. მაგრამ ევროპული სამართლის მიხედვით ადამიანის წამება თვითონ მკვლელობაზე მეტი ეკვივალენტის დანაშაული. ამათმა როგორ დახატეს? ქვეყანაა დაქცეული. დავიღუპეთ. ჩვენთან ადამიანებს აწამებენ. დიაგნოზი აქვს მძიმე, კაცი ციხეშია. ამ დროს 60-იან საუნაში წერს ეს ნაბიჯვარი. და ხელისუფლებამ ისიც კი ვერ შეძლო, რომ აი საჯაროდ, ლუსტრირებულად ბრალი დაედო იმ დანაშაულისთვის, რაც ჩანენილი ჰქონდა. სააკაშვილი უკან არ დაბრუნებულიყო თავისი ფეხით. და მცდელობა რო არ ქონოდა იმისი, რომ რაღაცა რევოლუციური კვლევები ეკეთებია ქართულ ოცნებას, რომ არ გაჩენოდა იმის რეალური შიში, რომ აი ეს მართლა ქმნის დესტაბილიზაცია ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ 1000 წელი ხალხო სააკაშვილს თითს არ დაადებდნენ. სააკაშვილი დღეს მათთვის ციხეში არის პრობლემა, ამათ ურჩევნიათ რაღაცა უკრაინაში იყოს, მაგრამ რადგან არის, მე ვეღარ გავუშვებენ, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის, როგორ გითხრათ, ძალიან ხელი ფოთოლია რა. ფეხსო დაადედათ კაცუნებს. ერთი თუ იმიტომ გამოცდილება აქვს. მაგალითები აქვს ჩევარდნაძის ფავლობის. ერთი ფეხი თუ წაუტკაცუნდათ სადმე თემა დამთავრებულია. ჩავლიან ბოლომდე. ბოლომდე ჩავლიან ეტირებად ყოფა. ეს იცია. ამაზე სრული წარმოდგენა გაბა რა უნდათ? უნდათ ის რომ ძალაუფლება დაიკავონ, რა თქმა უნდა ძალაუფლებით ხელში და იყვნენ აბსოლუტურად რადიკალურები. ამისთვის მზად არიან ასადის რეჟიმივით ჩაჯდნენ, კორეაში რო კიმ ჩენ ინია იმასავით ჩაჯდნენ, ირანის მმართველები რო არიან და სულიერი ლიდერები ისე დაჯდნენ და იზოლაციაში მოაქციონ ეს ხალხი, მაგრამ პრობლემა რაში მდგომარეობს, იცით? ჩვენ უფრო დავემგონებით სირიას ვიდრე სამხრეთ კორეას. თქვენ აი ნებისმიერმა თქვენგანმა სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ სამხრეთ კორეის მდგომარეობა. სამხრეთ კორეა არის მაწარმოებელი ქვეყანა პირველ რიგში. თუ იმ რაკეტასაც უაკეთებენ იმ ქვეყანაში აკეთებენ. შენ ტუალეტის ქაღალდი ვერ გაიგებები. აგერ ახლა ძალიან პატარა რაღაცას გეტყვით რა და გადახედეთ ამ მოვლენებს და შეხედავთ. ხედავთ. იმას და ლუკაშენკოს დაცინია ბელარუსის პრეზიდენტი. ისეთია, ასე თუ შეხედე იქ სოფლის მეურნეობა რა დონეზე. ხო, ევროსტანდარტით ხო არ ყოფილა იქ აწყობილი ყველაფერი, მაგრამ იქ ადამიანს არ შეია. დაწყებული მექანიკური მშენებლობა იქ, ტრაქტორის მშენებლობა იყო, რაც იყო, ყველაფერი შეინარჩუნა. და მე აქ ევროპაში ძალიან ბევრი რაღაცა ხშირად მხვდება, რომელიც არის მაგ ქვეყნიდან იმპორტირებული. სოფლის მეურნეობა ძირითადად. აი ეს არის რეალობა. და ჩვენ რა გავაკეთეთ თურქეთიდან შევაგოთ პამიდორი.
მე არ ვიცი თქვენ ვის სანქციებას აპირებთ. მე არ ვიცი ყველაფერი ეს საით მიდის, მაგრამ ეს კარგისკენ არ მიდის. იმიტომ რომ ესენი ლაპარაკობენ როგორც ზეწარმატებული რაღაცა საქართველოს 200 ლარიანი პენსიის ხელისუფლება კი არ ლაპარაკობს. ამას ლაპარაკობს აი საფრანგეთის ეკონომიკის, გერმანიის ეკონომიკის ეგრეთ წოდებული ლიდერები, აი ესენი რო იყვნენ ახლა, თქვენ მართლა ხო წარმოგიდგენიათ, რომ ამათ რაღაცის ტრაგი რო ქონდათ და გაეკეთებიათ ქვეყანაში. ოფიციალური ბეჭდით დაამტკიცებდნენ ამათ შთამომავლობას ჩვენი ქვეყნის მმართველებად ხალხო. ახლა რაზე უნდა ვილაპარაკო? მე ვიღაცა ხოსტარიას ხელი მოტეხეს თუ ტრაქში მოთხნეს. ეგ არის ახლა ქვეყნის ინტერესი. ის იბრძვის მისი კეთილდღეობისთვის. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვას, რომ იცი რა, მე რა შვაში ვარ, კაცო, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე წმინდა კაცი ვარ, იმას კი არ იტყვის, რომ რუსეთიდან ჭამდა ფულს და დღემდე იკვებება მისი ჩათლახი ოჯახი იმ რუსეთიდან, რომელზეც არიან. ესენი არიან ორმაგი სტანდარტების ადამიანები. საქართველოში უფრო შეიძლება მეტი ნახო რუსული, უფრო მეტი შეიძლება ნახო ევროპული, მაგრამ ქართულს უკვე იმდენად ვეღარ ნახავ. იმიტომ სირცხვირად ითვლება რამის თქმა, რომ ეს ქართულია და სხვათა შორის ტრადიციების ჩამოყალიბება. და ეს პოპულისტური სირობები რა, ეს კალაძე, უტვინო, ყოფილი ნაცი, ქურდი სახელმწიფო მედლის კაცო მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის მეორე ხალისხის ორდენი. ეს არის გარდაცვლილებს ეძლევა და ეს ორდენი სიცოცხლეს რო გაწირავენ ქვეყნის. ვისგან აქვს იცი მიღებული? სააკაშვილისგან აქვს მიღებული. და დამდგარა იმაზე რა ქვია, დანგრეული შენობის თუ რა რემონტში არის, ეთყობა გომელაურის სახლსაშენებს. და ესა რა ქვია, აქ არიანო იმ ევროპიდანო, მეო აგერო ვარო, აგერო ქართული ოცნების საპატიო ყლევრი ვარო, მეო ისაო მერი ვარო, დედაქალაქისო და მეო დამელაპარაკონო, მეო ჰა დიალოგებიო, თითუ ბიჯო, ამას ახლა ვინც უყურებს რა? ამას ვინც უყურებს ევროპული სახელმწიფოებიდან? გინდა პარიზიდან, გინდა ბერლინიდან, გინდა სტოკჰოლმიდან, საიდანაც გინდა დანიიდან. ამას რო უყურებს იმ ქვეყნის ხელისუფალი, რომლის პენსიონერსაც შემოსავალი აქვს ჯერ მინიმალური ზღვარი სოციალური ყოფნის, პენსიონერს ლაპარაკობ. და მე მისი ნამუშევარი ზედადებით ზოგი რო ფიზიკურად დასაქმებული შეიძლება იმხელა არ გქონდეს. და ეს აღირიცხება 2000-3000 პენსიებში ევროთი. და რო უყურებს იმ ქვეყნის წარმომადგენელი აი ამ ნაძირალას, რომლის პენსიონერსაც 200 ლარი აქვს პენსია, რომელიც ლამის 50 ევრო არ არის. აი ეს არის ტრაგედია რა. დამიჯერეთ არც ერთი მათგანი კომედიურ სიუჟეტს აღარ შეხედავს ამის მე. აი ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება ხალხო. და ამაზე რეალურად პასუხისგაცემა არ უნდა. ჯერ ჩაატარეს ეს საარჩევნო კამპანია, არც ერთ მათგანს არ უთქვამს აი ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში რეალური რა იქნება. პენსია გექნება 1000 ლარი. როგორ ექნება პენსია 1000 ლარი? ძალიან აქ უმაღლესი მათემატიკა არაა საჭირო. უდაბლესი მათემატიკით ითვლება, რომ ეს ბიუჯეტი 1000 ლარიან პენსიაზე არ იყოფა. თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ არ მიეცი ხელფასები, იმ შემთხვევაში კი. მაშინ ესეთი გაგებით და ესეთი შემოსავლით პენსიონერი უნდა გახადო მუშა და მუშა უნდა გახადო პენსიონერი. და შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი რო არ იცვლებათ გვეიდიოტებო. აი ამას პირდებოდა ხაზარაძე ხალხს, იმას პირდებოდა ის, ამას პირდებოდა ის, რეალური შედეგი არ იყო. და არ შეიძლება ყოფილიყო.
არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ბავშვები სკოლაში უნდა იყოს ეროვნული აღზრდის წასულები, რომ კვება უნდა იყოს უფასო ბაგაბაღებში, რომ სკოლებში კვება უნდა იყოს უფასო. არიციან როგორ არის ეს ევროპულ სკოლებში, ესე რომ იყოს მაშინ სოფლის მეურნეობა უნდა იყოს მაგარი, მომარაგება უნდა იყოს მაგარი, კონვეიერული სისტემა უნდა იყოს გათვლილი და წარმატებით უნდა იყოს ყველაფერი აშენებული. ჩვენზე პატარა ქვეყნებია, შვეიცარია, ბევრი კიდე რამდენი დაგისახელოთ, რატო არიან ჩვენზე მეტი წარმატებულები? იმიტომ რომ იქ არ ჭამენ. იმიტომ რომ კორუფცია ნაკლებია. და ახლა რითი ანუგეშებენ ხალხს, რომ ესა სესხები განულდება. რაღაცა დონის სესხები და აღმოაჩინე შენი თავი იმ მევალეთა სიაში შენ ხარ თუ არა. სირცხვილია. სირცხვილია. ტოტალური სირცხვილია. მე არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, მაგრამ მე კიდე ერთხელ გეტყვით, რომ ესეთი რაღაცა, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, არის უბედურება. 8, 9 და 10 წელი კაცი რომ სესხს ვერ იხდის. ჯერ როგორ გადაიხდის კაბალური სისტემა. ვიძახეთ, ივანიშვილი ეკონომისტია, კარგად იცის, იმან იცის, რა გააკეთა. რომელი საბანკო სისტემა დაარეგულირა. ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით რა. ეგრეთ წოდებული ბანკები, ივანიშვილის, ხაზარაძის და სხვა ბანკებით, მათ შორის საქართველოს დიდი მაგნატი, ეგრეთ წოდებული ბანკირო კრიმინალური, ნახევრად უცხოელების, ფულს იხდიან რამოდენიმე მილიონს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომ კანონით, როგორც ჯარიმას, ისე იხდიან, და ურჩევნიათ ის გადაიხადონ, ვიდრე კანონით აღსრულებული ვალდებულება აიღონ და საკუთარ თანამშრომელს ხელფასი მოუმატონ. აი როგორი სახელმწიფო გვაქვს ჩვენ. ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს, ჩვენ ვარ გვაქვს ფუსები. ესაა ტუალეტი. აი ეს არის რეალობა. და ესენი რამე უკეთეს მოიტანენ ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. და უკეთეს შექმნიან ესენი ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. რა ის აქცია, რისი აქცია, რა ის განახული ხალხი, რა ის წყალი დაასხი, შეასხი გამიხარდა ხალხო. პატარა ხანი იბორიალებენ, ასე მე ვიცი ბიძინა მოიგებს და გაჩერდებიან. არის მისო ხმაო და რა ვიცი, აბა ვცდილობ რომ ისე წარმოვა იმას ვქნა, მაგრამ მეტყობა მიკროფონი, ან ისინი აკეთებენ იქიდან. იმიტომ ზოგს თუ ესმის და ზოგს თუ არ ესმის, ხო? კი ბატონო, მაშინ კოცებით მაგის მკადრებლები არიან. მაგენი ბლოკავენ ჩემ გვერდებს. შრიალებს ხო. ეს არ არის ჩემი ტელეფონის ბრალი. მართლა არ არის ჩემი ტელეფონის ბრალი. იმიტომ რომ მე ფაქტიურად არაერთხელ გავდივარ. მაშინ საუბრის დროსაც როცა ვრეკა უნდა იყოს ეს აუდიო პანეხები, მაგრამ არ არის. არ სიამოვნებთ ახლა მაგათეს აქედან ჩემი ნათქვამი სიმართლე და ამ ყველაფერს იმაშვებიან და რა უყო კაცო ჩემი ლაივები შეიძლება გააჩერონ, მაგრამ სიმართლეს რას უზამენ? სიმართლეს რას უზამენ? ვერაფერს ვერ უზამენ. ჩემი თხოვნა იქნება, ვისაც გესმით ეს ყველას ხო მოიწონოთ და გადააზიაროთ. რაც შეიძლება ბევრმა გადააზიაროთ ეს ლაივი. იმიტომ რომ ბევრმა ნახოს. მინდა რომ სურვილი მაქვს ბევრმა ნახოს. და უნდა ნახოს კიდევაც რა. კარგად ისმისო წელი. კარგად ესმით, ჯერა კოცებს აქედან ნალაპარაკებით ჩემი კრიტიკა, დიდი ხანია კარგად ესმით, მაგაში ეჭვიც არ მეპარება, ეგრეთ წოდებული კრებსები რო გამოუშვეს, აი შეწუხდებოდით ხალხო. რამდენჯერ ვიყავი მოხსენიებული. აქ წავედი, იქ წავედი, ის გავაკეთე, იქ კარი გავაღე, იქ ჩამოვჯექი ხეზე, რომ იმებსა იმასაც დაწერდნენ, რომ ამ დროს ხეზე მიაფსა. ასეთი წარმატებით მე რომ მithვალთვალებდით, იმისთვის გეთვალთვალა, ვინ რას ჭამდა, ვინ რას ხრებდა, ვინ რას ართმევდა ქართველებს. არ იქნებოდა უკეთესი? აბა, თქვენ დედა ატირებულებო. აბა თუ მაგრები ხართ, ან ოპოზიციაში, ან ხელისუფლების გამოდით და თქვით, რა მომიპარია, რა წამიღია, სად რა კონება მიღიდია.
და ვისთვის რა წამითქვია მით უმეტეს სახელმწიფოს. ერთადერთი რაც მქონდა სიცოცხლე მქონდა და ამასაც მედავებოდი ბიჭო. თუ სადმე რამე ავტონომიური გაჩნდა, რომელიც არავიზე არაა დამოკიდებული და არავის არ უხრის, ზადიყავით, რომ ან თქვენი გაგეხადათ, ან მოგესწროთ. აი ესეთები ხართ, თქვენ ესეთია თქვენი ბუნება, ესეთია თქვენი ხასიათი. და ამ დროს თქვენ ამ მორგოშიებს, ამ თქვენ შექმნილ ეგრეთ წოდებულ ალტინფუებს, კალაძეების, მშენებლობების, კორკოტ-მორკოტების, ამგენის, იმგენის ხელით მილიონებს იყოფთით თურმე მათ, ბიჭო, უბრალო ბიჭები რომ ვიბრძოდით. ეს არის რეალობა. მე ვიღაცა საპატრიარქოსთან იკუზებოდა იქ. მე ვიღაცა ხელისუფლების ბიუჯეტიდან საპატრიარქოს ყანდურს უნაწილებდა ფულს და ქონდათ ეგრეთ წოდებული შაიკა შექმნილი. და კარგად იყავით რა, დაბრო გქონდათ. გემრიელად იყავით, სუყე თქვენ ხო არ გიხებოდათ ეს ყველაფერი. და მზად იყავით თქვენ კრიტიკაში მყოფი ადამიანი მოგეკლათ ბიჭო. თუ ნაცი არ იყო და წინასწარ მართული არ იყო. აი ესეთები ხართ თქვენ. გაყავდა არჩევნები, ახლა გაყავდა? სხვა დროს არ ყავდებოდა არჩევნები? დაცრავთ. ეგ არის რა. ყველას თავისი რა ქვია, რა თქმა უნდა შეხედულებები ამ პროცესებთან და ჩემი შეხედულებები მაქვს ამ პროცესებთან, მე არა ვარ ნამდვილად არავის დამძალებელი რა, გინდა შენ თუ არა გინდა ისე იყოს, ასე იყოს, არა. ყველას მიიყვანს ეს მდგომარეობა იმ რეალობამდე, რაც არის მისაყვანი. სხვანაირად უბრალოდ ვერ წავა რა. ქართველი ერით დგას რუბიკონის პირდაპირ. რა, ან უნდა მიხვდეს იმას, რომ ან გააკეთოს ეს რევოლუცია თვითონ, ან უნდა გააკეთებიოს ამათ. ჩემი რჩევა იქნება ასეთი, აცადეთ ჯერ პირველ რიგში ამ ფანატიკოსებს შეაკვდნენ ერთმანეთს და შემდეგ, რა თქმა უნდა, გირჩევთ, მოკრიბოთ ძალა საკუთარ თავში და გამოხვიდეთ და გააპროტესტოთ ყველაფერი და აიღოთ ინიციატივა. საერთოდ ქვეყნისთვის და ქვეყანაში თუ რამე კეთდება გვარამიას და იმას რა უნდა ნიკამელიას, ან ხაზარაძეს რა უნდა, ან ანადოლიძეს რა უნდა, იქ ამ საზიზღრებს ამის. სხვა მეტი არ არის, არ მოიძებნება დავიღუპებით. მოიძებნება. ეგრეა, თავი კაცი უნდა ყველაფერს და მოიძებნება. თქვენ ენაზე გეტყვით, გლეხურად და მოიძებნება. აგერ კაცი დაგისვეს პრეზიდენტი, რომელიც უდიპლომოა და იძახის, რომ განათლება არ ყოფილა თურმე აუცილებელი. პრობლემა ის კი არა, რომ ამ ქმნილებას დიპლომი არ აქვს. მე ბევრს ვიცნობ, ვისაც საერთოდ არ უვლია უნივერსიტეტში და დიპლომი აქვს. მე ის რომ დამჯერად იყო პრეზიდენტად რა შეცვლილა, არაფერი. უბრალოდ რა არის, ქართველებს გვაკადრეს ისეთი რაღაცა, რომ შალვა ნუცუბიძის, ნიკო კეცხოველის, აკაკი შანიძის ქვეყანაში, ხო? გვეუბნებიან, რომ ეს ნორმალურია, ამას რომ განათლება არ აქვს. არ არის ასე. ჩვენ განათლებული საზოგადოება ვიყავით ყოველთვის და ყოველთვის წარმოუადგენდით იმ სფეროს და იმ სოციუმს, რომელიც მაღალ საფეხურიდან ქმნიდა. ჩვენ არ ვიყავით დაბალი განვითარების პრიმიტივები. Холод сила есть ума не надо, вы такие никогда не были. Აი თქვენ გეტყვით პროდუსერს. ეს უაправებთ რა, აი ამ გნიდებს. ეგ არის. ვიღაცის გაგორებული პასი რომ მოგწონთ და ვიღაცის ფიზიკი რა ჩემი ფეხები გააკეთეთ ბიჭო ამგენმა. რომელი ცნობილი სპორტსმენები ესენი არიან, რომელი ცნობილი შედეგი მოუტანეს რა, მსოფლიო თასი მოვიგეთ, ევროპის თასი მოვიგეთ, თუ რა გავაკეთეთ ამგენის ხელში. თამაშობდნენ ტოტალიზატორებზე, იქნიდნენ პირად ქონებას, მაშინ თუ ყაველაშვილს დიპლომი არ უნდოდა, იმისი რა ქვია, სპორტული სიებით ვიყავიო გასული და არ მინდოდაო დიპლომიო, მაშინ ის ქონება რატო უნდა, რომელიც აქვს. თუ ქონება, კაი მისაღები, კაი პონტი იყო, ეს პრივილეგიები და ის უბრალოდ იმ უნივერსიტეტში მისასვლელი იყო და არც ის აღარ უნდოდა, გამიგე? თუმცა არა იყო ეს დიპლომი, ეს არის სიმართლე.
ძიმედ მოსასმენი ვარ რა ესეთი სიმართლე. განათლება. როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი? ხალხის ძიმედ ანაცხოვრებით განათლებული უნდა იყოს. წვალებითა და შრომით მიღწეული უნდა გქონდეს განათლება საზოგადოების დონეზე. აი როგორი უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, ისეთი როგორც ხოსე მუხიკა იყო მაგალითად ლათინოამერიკული ქვეყნებში. აი როგორი უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. დისიდენტი უნდა იყოს, მებრძოლი უნდა იყოს საკუთარი ერისთვის. აი ესეთი უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. ეგ არის რეალობა. ცუდად ისმის ხმავა აქეთ მიწერილი. რა ვქნა შემიჭირიმე შემიძლია კიდე რომ რა თქმა უნდა ეს ვიდეო ლაივი გადავაკოპირო და დავდო. ჩემი თხოვნა იქნება ვინც უყურებს გამოიწეროს. ეს გვერდი და შემომიერთდეს. თორე ესენი ხმას კი არა თავს წაგაჭრიან ამაცე რამე არ თქვა და რამაცე რამე არ ილაპარაკო რა. რა ვიცი ვერაფერს ვერ ვიტყვი, მეც ვერაფერს ვერ დავამატებ, მეც და კიდე ერთხელ გირჩევთ რა. კიდე ერთხელ გირჩევთ რომ არ გაებეთ ამ თემებში რა. ესენი ყველაზე მძიმე რაღაცას მოусმინე აი ვიღაცა გამოსირებული სვამს ესეთ შეკითხვას და უნდა უპასუხო ამას რა. ეს არის უშიშროების ნასეფი, რა თქმა უნდა, ნარატივში კი. ერთი შეკითხვა მაქვს, არსებობს ადამიანი, რომელიც შენ მოგწონს, სულ უსმენო და ყველას აკომენტებ. აი ეს არის უშიშროების ნარატივი რა. ყველა თუ ცუდია, აბა კაი ვინ არის რა. ახლა მე რაზე ვლაპარაკობ და უშიშროება საით მიყავს ეს ყველაფერი. აი ამას დავბლოკავ. ვიდეო კი არ დავბლოკავ. აი მარტო იმიტომ დავბლოკავ რომ ნარატივში კი არა. შეკითხვის გულისთვის კი არა. ამდენს ვლაპარაკობ. ედიშენი დედაშევიცი ასეთ კაცი. რომ პირადზე არ უნდა გავიტანოთ ეს ყველაფერი. რომ პირადზე არ უნდა გადავიყვანოთ ეს ყველაფერი. და ჩემ მოწონებაზე ყოფილა თურმე აი მე რა მომწონს და რა არ მომწონს რა. ჩემ მოწონებაზე ვიზია ისმაქს ვაკოცებ უკანაზე ოღონ ქვეყანას რამე ეშველოს თუ არა. რა ვქნა აბა მარგველაშვილი რო პროჭია უძახო რო კაი ადამიანია. ანადოლიზე რო ჩათალახია და ხიდაშელი რო უარესია და უსუფაშვილი კიდე 9 სულ გაყიდულია ფულის გულში რა ვქნა დავდგე და ვილოცო მაგენზე. ვამბობ რო ჩათლახია და შენ მიდი და მიუწექი ფეხებში კაცო რა პრობლემაა. შენთვის ყველა ვინ არის? შენთვის ყველა ჩემი გვეყანა. და შენთვის ეთყობა პიროვნებები არის. თაყვანსაცემი და უყურე მაგაჩი ღმერთი. და მე შენაერებში შეხვედავ მაგინდს. ხო და ბოლოს ვიტყვი იმას რომ ამ პროცესებს ერთ-ერთი ცუდი რაც შეიძლება მოყვეს ის არის რომ სალომე ზურაბიშვილი რომელიც არის ქართული ოცნების ქმნილება თავიდან ბოლომდე გუშინ უყურე ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული მსახიობი გიუნა უძახის რომ უწოდე აგერ რომ შეიარაღებულ ძალებს დაიწყოსო მოქმედებაო ძალადობრივი და ემე გამოვიდესო და გორჩი დაგვიდგეს და აუპირისპირდეს პოლიციას ასე იწყება სამოქალაქო ცნობისთვის უმძიმესი შემთხვევა და იყავით შემოკარგებო ძალიან ფრთხილად ამის თქმა მინდოდა მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ვერაფერს ვერ დავამატებ ამ ბლოგს და ვერაფერს ვერ გამოვაკლებ იმიტომ რომ ყველა ცუდი შეიძლება მოხდეს ის რომ სალომე ზურაბიშვილმა მისცეს ლეგიტიმური ბრძანება შეიარაღებულ ძალებს დაუმორჩილებლობის და იქ შეიძლება ძალიან ბევრს გაუჩნდეს იმის ამბიცია რომ გააკეთოს ცუდი საქმე. თქვა ასე, მაგრამ ჩემი ქმედება ლეგიტიმური იყო. იმიტომ შეიარაღებული ძალების სტრუქტურა ცოტა სხვანაირად იმაშობა. ახლა ვიღაცა წერს სტალინის ჯიში მოუტყან და მისი მოყვარე მოუტყან. დავაჯვი თავს, რავა ეს მაგარი ტიპია რა, გრინო წერს ამას. რაშვაში ახლა სტალინი ჩემ ლაივებთან
ამას გონია ახლა ამ დედამოთხოვნს მე მოყვარული ვარ სტალინის და სტალინზე სტალინის ფანატიკოსი ვარ. შენი მეტი შენი დედა შევეცინე. მაგრამ სიმართლეს რა უყურთ ბიჭო, სიმართლეს თქვენი დედა მოთხრა 3 მილიონიანი ქვეყანა გაძარცვეთ. და თქვენი შვილები და თქვენი ბოზიცოლები სახელმწიფო ბიუჯეტზე მუტელით დასვით და სტალინმა მისი შვილი ომში წირა და რომ მოკლა ამ ხელა ქვეყნის მმართველი იყო და გახეული ბათინკით ჩავიდა მიწაში. ამ სიმართლეს რა უყურთ? შენი უსახელო დედა მოთხრა. აი რა სიმართლე. დაუბრუნდები ჩემ ფინას ჩემი გამოსვლის და ვიტყვი იმას, რომ ცუდი მოვლენების წინაშე ვდგავართ. გმადლობთ ყურადღებისთვის. ვინც მიყურებს კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ შეიძლება დაიძაბოს ყველაფერი და ქართველის წინაშე წავიდეს, თუ მაგალითად ზურაბიშვილმა მოახერხა ის, რომ შეერაღებული ძალებიდან გამოიყვანა ვინმე, რომელიმე ქვედანაყოფი, რომელიმე ბატალიონი და ჩართო ამ პროცესებში. აი მაშინ გულახდილად გეტყვით, რომ მე შემეშინდება ნამდვილად სისხლის ხურის. ვითხრა სალომე ზურაბიშვილის დიდი ავტორიტეტი აქ ჯარში თქვა, უნდა მოგატყუოთ, მაგრამ ერს შეიძლება კონდეს ძალა ასეთი манипуляციების. და უშუალოდ სამსახური დაკომპლექტებული კარფურის თანამშრომლებით და ივანიშვილის დაცვის თანამშრომლებით ახლა რამეზე შეიძლება არ ფიქრობდეს, ვერ ფიქრობდეს და ამის მომსახურება ვერ გააკეთოს და ვერ განიიტანოს. და აღმოჩნდეთ 90-იანებში ძალიან მარტივად. აი ამის შეში მაქვს. გმადლობთ ყურადღებისთვის ჩემო კარგებო, მე ვინც მიყურებს ყველას უხდი დიდ მადლობას და სურვილი მაქვს, რომ ეს მოასმენიოთ. სხვასაც მისცეთ ამის საშუალება, რომ ბევრი ჩაერთოს ამ სიმართლის მოსმენაში, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი შეერაღებულია სიმართლით, მისი დამარცხება ძალიან რთული. თორემ ვიღაცა გულანთებულ შეუძლია მივიდეს იქ და უბრალოდ აღმოჩნდეს ამ პროცესებში. გმადლობთ კიდევ ერთხელ თქვენ ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩემი არხი და იყავით ერთად. და ძლიერად იყავით, რა თქმა უნდა, და სულისკვეთებით, იმ სულისკვეთებით იყავით, რომელსაც ქვია ქართული სულისკვეთება და არასოდეს არ აწევთ ხელი ერთმანეთს. არც ერთი პოლიტიკოსის გამო. ისინი ამათ ძალიან მარტივად გეტყვი, რომ არ ღირა.